სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სკანდინავიურ ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დელეგაციის წევრები დალოცა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კათოლიკოს პატრიარქმა სტუმრებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელმა გულისტკივილი გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მონახულების საშუალება არ აქვს. თავის მხრივ ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ კათოლიკოს პატრიარქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ინარა მურნიეცემ საუბრისას აღნიშნა, რომ სკანდინავიურ ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისათვის იმ დროს, როცა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. 20% ტერიტორიისა დამყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება რომ ჩავიდე და იქ ყურადღება მივაქციო ჩვენს მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებელად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას ვგწირავთ ამისათვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ ჩამობრძანებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას. საქართველო არადროს არ დასჭერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წაღებული საქართველოსი. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავ გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. უნდა მოვნახოთ კარი ან პანჯარა, რითაც გადაწყდება ეს კონფლიქტი. მე ვფიქრობ, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა საქართველო გამთლიანდება. ჩემთვის და დელეგაციის სხვა წევრებისთვის კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა ძალიან დიდი პატივი იყო. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედება. ჩვენ ვიყავით ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა ზონასთან მდებარე სოფლებში და ეს ძალიან სევდიანი იყო. სამწუხაროა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ვხედავთ მსგავს გაყინულ კონფლიქტებს. უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. მინდა აღვნიშნო, რომ კათოლიკოს პატრიარქსა და ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ. როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მას უსმენენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც.